მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათს არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე Facebook-ზე, YouTube-ზე, Twitter-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ კრიპტობაზარი და ნახოთ როგორც ჩვენი live გადაცემები, ასევე ძველი ჩანაწერები. ახლა კი სანამ გადავალთ მოკლედ გადაცემის უშუალო პირველ ნაწილზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet. Bitnet-ზე თქვენ მარტივად ახლა QR კოდი ამოვარდება, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით და ლინკის რეგისტრაციის შემდგომ მოკლედ მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ Bitnet-ის სერვისებით, ასევე რაც თავარი არ დაგავიწყდეთ, რომ სულ რაღაც უკვე 5 ლარიდან ნებისმიერი კრიპტოს შეყიდვა, რომელიც არის Bitnet-ზე, შეგიძლიათ მოკლედ მარტივად და აი ამ მოგზაურობის დროს თქვენ რაიმე შეკითხვები თუ გაგიჩნდებათ აი პლატფორმაზე, სხვათა შორის პლატფორმის აპლიკაციაც არსებობს, შეგიძლიათ 24/7-ზე დაიკონტაქტოთ support-ს და ის დაგაკვალიანებთ მოკლედ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში. ეხლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე და მოვიხილოთ ის სიახლეები, რა სიახლეებიც არის ბაზარზე და პრინციპში რეგულაციების კუთხით, როგორც საუბრობდით, რომ რაღაცა ჯერ კიდევ არ არის მორჩენილი ყველაფერი, მართლაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეტნაკლებად ყველაფერი დაალაგებულია, მაგრამ მიმოვიხილოთ მოკლედ პირველი სიახლე და პირველი სიახლე ეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, სადაც კრისტინ ლაგარდმა მოკლედ რამოდენიმე განცხადება გააკეთა, სანამ ამ განცხადებაზე გადავალ, ჩვენ ვიცით რომ ეგრეთ წოდებული მიკას რეგულაციები არის ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ასე ვთქვათ იშიფრება კრიპტო აქტივების ბაზარი, ხო? ბაზარზე, ასე ვთქვათ, კრიპტო აქტივების ბაზარზე და ამის რეგულაცია ხდება თუ სიტყვაზე როგორ უნდა იყვნენ დაცულები, მომხმარებლები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოახდინოთ როგორც კრიპტო კომპანიამ ოპერირება, ეს ყველაფერი გაწერილია, ეს რეგულაციები თითქმის 1 წელზე მეტია მოქმედებს, მეტნაკლებად ავად თუ კარგად მოკლედ სხვადასხვა კომპანიები ამ გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, სხვაგვარად ფიზიკურად ვერ ოპერირებენ, უბრალოდ ახლა გაჩნდა, ასე ვთქვათ, მოსაზრება სტაბილურ კოინებთან მიმართებაში, მოგეხსენებათ და პარალელებს გავაუბრებ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე სტაბილურ კოინებზე მეტნაკლებად უფრო ღიად მინდის საუბარი, რეგულაციებიც გარკვეულია, ასევე როდესაც ჩვენ რეგულაციებს განვიხილავთ, იმ სამდიდ რეგულაციას ვახსენეთ, რომ ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე უნდა რომ მეტნაკლებად მსგავსი რეგულაციები იყოს სხვაგანაც, რათა უფრო მარტივად მოხდეს ამა თუ იმ აქტივის გადაცვლა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში და სწორედ აი აქ არის სხვაობა, რა სხვაობაზეც ლაგარდი საუბრობს, ასევე ლაგარდზე შეგახსენებთ, რომ კრიპტოსთან დაკავშირებით, როდესაც ეს ქალბატონი კრიპტოზე საუბრობს, იხსენებს თავის შვილის სულ გამოცდილებას და რამოდენიმეჯერ ეს მაგალითი მოიყვანა, რომ მე ჩემი შვილი გავაფრთხილე, მან გაანახორციელა ინვესტიცია, არ ვიცი რა აქტივი და მისმა შვილმა ასეთი, რომ მთელი ევროკავშირი გადააყოლა ამ რეგულაციებით მოკლედ ბაზარს და ეხლა გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ანუ ამ სიახლეს ორნაირად შეიძლება შევხედოთ, ეს სიახლე მოიცავს რას? როდესაც სტაბილური კოინებით ვაჭრობა ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროკავშირი ავალდებულებს სტაბილური კოინების, ასე ვთქვათ, ოპერატორს, ვინც არის ამ სტაბილური კოინის გამომშვები, რომ კონდეს რეზერვები, ასე ვთქვათ, იმის ეკვივალენტი პირობითად თუ $100 სტაბილურ 100 ევროს ან $100 ეკვივალენტი სტაბილური კოინი თუ ჩაეშვა ცირკულაციაში, რომელიც ოპერირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შესაბამისად ევროკავშირის ბანკებში ამის ეკვივალენტი თანხები უნდა იყოს. ამ რეგულაციას სტაბილური კოინები აკმაყოფილებენ რამოდენიმე, მაგალითად USDC-ის ამბავი, USDT-ის ამბავი არ არის გადაწყვეტილი, მაინც ბუნდოვანება არის იმ კუთხით, რომ თქვენ საფულეზე შეგიძლიათ გადაიტანოთ, გადმოიტანოთ აქტივი, ანუ ეს სიახლეები შეიძლება ცოტა სასაცილო იყოს, მაგრამ ლაგარდი ამბობს ესეთ რაღაცას. სიტყვაზე თუ პირობითად არის რომელიმე კომპანია ან ადამიანი, რომელიც ფლობს სტაბილურ კოინს,
მაგრამ არ არის ევროკავშირის მოქალაქე, აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა უზრუნველყოთ სიტყვაზე თუ მიადგა ევროკავშირს და უთხრა რომ აი რაღაც კრიზისია ამ სტაბილურ ქოინთან მიმართებაში და მე მინდა თანხის დაბრუნება, აი ამაზე არის საუბარი, ასე ვთქვათ ევროკავშირის წევრი კომპანიები, რომლებიც არ არიან და მომხმარებლები, ამათ შემთხვევაში რა როგორ უნდა იყოს და ლაგარდს აქვე შემოაქვს ესეთი გადაწყვეტილება, თავაზობს ბაზარს ესეთი გადაწყვეტილება, რომ სიტყვაზე თუ რომელიღაცა X ქვეყანაში აქვს ამ სტაბილურ ქოინს აქტივები, მარტივად მოხდეს ბანკში აქტივები, მარტივად მოხდეს ამის გადმოტანა. ანუ უფრო სხვანაირად რო შევხედოთ ამ სიახლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი ლიკვიდურობა მინდა მქონდეს მე ევროკავშირის ტერიტორიაზე და პირდაპირ თუ ირიბად, მოკლედ ხელოვნურად თანხების შემოტანა მოხდეს იურისდიქციის ფარგლებში, რაც რამდენად ასე ვთქვათ იმოქმედებს ეკონომიკაზე ეს რთული გამოსაცნობი არ არის უბრალოდ, როდესაც ხელოვნური ჩარევები ხდება ამ კუთხით, ეს არის პრობლემური და ასევე ლაგარდმა ხაზი გაუსვა, თუ სტაბილურ ქოინების ბაზარზე მოხდება რაღაც პრობლემა, მიადგებიან იმ ქვეყნებს ინვესტორები და მომხმარებლები, რომლებიდანაც უფრო მარტივად შეიძლება, ასე ვთქვათ, სტაბილური ქოინის გადაცვლა დოლარში. რეგულაციებთან დაკავშირებით ლადოთ საუბრობდა კრიპტობააში, რომ ასე ვთქვათ, როგორც ციფრულ აქტივებზე, ასევე ტრადიციულ აქტივებზე დაზღვევის კუთხით არის რაღაცა ოდენობის თანხა, ეხლა თუ უყურებს ლაივს კომენტარებში დაწერს რა კონკრეტული თანხა, სიტყვაზე 2 მილიონი დოლარი, 2 მილიონი ევრო რომ დაკარგოთ, აი იმ კონკრეტულ თანხაზე მეტის ანაზღაურების ვალდებულება, ასე ვთქვათ, ევროკავშირს არ აქვს. მოკლედ, აი ამ კუთხით რომ მე სიტყვაზე მომხმარებელი დავიცვა, ნელ-ნელა შემოდის ეს ამბავი, რომ თქვენ თუ გინდა ჩვენთან ოპერირება, მაშინ კეთილინებეთ და ჩვენ ბანკებში შეენახეთ თანხები. ეს ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ შეიძლება ნდობა არ იყოს სხვა ქვეყნების მიმართ. ესეც პრობლემა არის ჩემი აზრით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ პირიქით თუ მე რა რეგულაციას მაქვს, მეტნაკლებად ამ რეგულაციას აკმაყოფილებ, მაშინ მე გენდობი, აქ საერთოდ სხვა სტანდარტზე არის საუბარი და ეს სტანდარტი რამდენად იმოქმედებს კრიპტო ბაზარზე რთული გამოსაცნობი არის იმ კუთხით, რომ რამდენი კომპანია დაემორჩილება ამას, ამ ლაგარდის ინიციატივას რა სახე ექნება და ადრე რამოდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ, რომ უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც რამოდენიმე ქვეყანაში Uber-ი აპირებს, რომ დატესტოს, ასე ვთქვათ, სტაბილური ქოინებით გადახდას და სწორედ რაღაცა ნაპერწკალი იყო იმის, რომ სტაბილური ქოინებით მაინც იქნება მოხდეს ამ ბაზრის ამუშავება, აი აქ შემოდის, ასე ვთქვათ, ზედმეტი ჩარევა და ეს ზედმეტი ჩარევა შეიძლება იყოს, პოტენციურად შეიძლება იყოს იმის აწინდარი, რომ რომელიღაცა სტაბილური ქოინები საერთოდ ვერ მოხვდნენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ხაზგასმით, რა ვიცი, საფულის ინტერფეისში არავინ არ შემოგივარდებათ და არავინ არ გაგიკონტროლებთ, აი თქვენ საფულეში რა ხდება, რომელ სტაბილურ ქოინს ფლობთ და ეს ამ კუთხით სასაცილოა, ამის თქმა მინდოდა მხოლოდ და დაველოდოთ, ასე ვთქვათ, ტრადიციულად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უბრალოდ ამაზე კიდევ რაიმე ცუდის დაშენება პერსპექტიულია, ჩვენ გვინახავს ესეთი გამონათებები სამწუხაროდ კრიპტოსამყაროს მიმართ და ძალიან ცუდი არის, როდესაც ორი განსხვავებული პოლუსი იქმნება. ანუ შეიძლება სტაბილურ ქოინები ზოგადად არ მოგწონდეს როგორც კრიპტო ენთუზიასტს, მაგრამ იმას ხვდები, რომ სტაბილურმა ქოინმა შეიძლება ადამიანი შემოიყვანოს ამ სივრცეში და როდესაც ამ სივრცეში შემოსვლა თავიდანვე პრობლემური ხდება, შესაბამისად ზოგიერთი ადამიანი სამწუხაროდ არ გარისკავს, ასე ვთქვათ, ან არ აიტკიებს თავს და დარჩება ისეთ ტრადიციულ სისტემაში, რა ტრადიციულ სისტემაშიც არის და ეს რაღაც კუთხით, ასე ვთქვათ, დასანანია. სამწუხაროა კიდევ ორმაგად ის ფაქტი, რომ როდესაც კრიპტო რეგულაციებს ეხება საქმე, საერთოდ აი არ ვიცი, ევროკავშირის ტერიტორიაზე რაღაცა ეგრეთ წოდებული კომუნა, კრიპტო კომუნები არსებობენ თუ არა ვერ ხვდები,
იმიტომ რომ სიახლეებს როდესაც ვეცნობი ძირითადად ამერიკული არის თუ არ ჩავთვლით სიტყვაზე ევროკავშირის ქვეყნის წარმოშობის მქონე კრიპტოენთუზიასტებს, რომლებიც მაინც ამერიკულ ბაზარზე არიან ორიენტირებული და რამოდენიმე ინფლუენსერი, რომელიც ზოგადად განიხილავს თუ რა ხდება ბაზარზე. ეს რეგულაციების კუთხიდან თუნდაც ჩვენთან, ხო, როდესაც რეგულაციები იყო, კრიპტორეგულაციები, ბაზრის მოთამაშეებიც იყვნენ, კრიპტობაზარიც იყო, მეტნაკლებად მოგაწოდეთ ინფორმაციები, რა ინფორმაციებიც გაჟღერდა იქ, ლაივ ჩანაწერები იყო, ანუ უფრო ღია იყო ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ესეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ჩვენ დაგვაზიანებს, თუმცა კიდევ ერთხელ თუ ძლიერი პოლუსი შეიქმნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია, როგორც თავის დროზე გახსოვთ ალბათ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ამერიკიდან უკვე სხვა ქვეყნებში გადადიოდნენ კრიპტოკომპანიები, ახალაც იგივე მოხდება, მიგრაცია მოხდება, ასე ვთქვათ, ევროკავშირიდან გადავლენ ამერიკაში და შესაბამისად ფულის კლების ტენდენციას მოკლედ, როდესაც დაინახავს რეგულატორი, ალბათ მაშინ მაინც მიხვდება იმედია რომ რაღაცა ასე ვთქვათ შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინფლაციის პრობლემები არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც ეხებათ და ევროს ტრაგედია, ასე ვთქვათ, ესეთი წიგნი არის, შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ წაიკითხავთ, მე ვიდისკუსიოთ ამაზე, რა მოდელით შეიქმნა ევრო, რატომ იყო თავიდანვე განწირული ეს პროდუქტი და პრინციპში ამას როგორც ფიატ სისტემის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მარგალიტის ასე ვთქვათ გაქუცვას და პრინციპში არ არის ესეთი ძლიერი მარგალიტი ხო ეს ფიატ სტანდარტში ჩვენ რაც არ უნდა შემოვიტანოთ საბოლოო ჯამში თუ რაღაც ბაზისები არ გვაქვს სერიოზული გარედან რაც არ უნდა ფასადი გქონდეს პრობლემური არის ხოლმე ესეთი სისტემის შენარჩუნება და ამ კუთხითაც ვიმედოვნებ რომ აი ეს ციფრული CBDC პრინციპში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ევროში რაც იქნება ამას გაუწევენ სხვა სტაბილური ქოინები კონკურენციას და იმედია ნებაყოფლობითობის ელემენტი მაინც დარჩება. როგორც კი ნებაყოფლობითის ელემენტი ამოვარდება, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ კომპანიების მიგრაცია ერთი ადგილიდან მეორე ადგილში 21 საუკუნეში არც თუ ის რთულია, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად გაშლილი ხელებით ხვდება კრიპტოკომპანიებს და შეღავათები რაღაც კუთხით არის. დაწერთ კომენტარებში თქვენ მით უმეტეს ევროკავშირის ტერიტორიიდან ის გუყურებთ როგორ იგრძნობა ეს ცვლილებები ზოგადად აი სტაბილურ ქოინებთან არა ზოგადად კრიპტოვალუტებთან მიმართებაში თქვენს ირგვლივ რა ისმის დაინტერესება არის თუ არა აწუხებთ თუ არა ზოგადად ასე ვთქვათ CBDC-ების პრობლემები საინტერესო იქნება მოკლედ თქვენს ირგვლივ რაც ხდება ის რომ გაგვიზიაროთ ჯგუფშიც და ამ ლაივის კომენტარებშიც. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე არის ყურადსაღები ეს მარტო კრიპტოს არ ეხება და ეს პრინციპში კრიპტოს კუთხით განვიხილოთ ეს მეორე სიახლე ჩვენ უბრალოდ მაინც ფრთხილად უნდა იყოთ შეიძლება არ იყოთ საერთოდ კრიპტოინდუსტრიაში მაგრამ ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს დგამდეთ და ამ პირველ ნაბიჯების გადადგმის დროს ეგრევე ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა ისარგებლონ ასე ვთქვათ თქვენი გამოცდილება. მოკლედ რა ხდება 20-25 წლის თებერვალში მოგეხსენებათ მოკლედ ეთერიუმთან მიმართებაში რა პრობლემებიც იყო ბაიბიტის ამბავი იყო მაშინ და საკმაოდ დიდი თანხის გატანა მოხდა ეხლა შეცვალეს სტრატეგია ჩვენმა ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა აქ ლაზარუსზე არ არის საუბარი ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფი არის ლაზარუსი ჰაკერების ჯგუფი რომლებიც არა მარტო კრიპტოინდუსტრიას ესხმიან თავს არამედ სხვა ინდუსტრიებსაც და პრინციპში ინფორმაციის ამოღებაზე ორიენტირებული მარტო თანხის არის ინფორმაციის ამოღებაზე და შემდგომ გაჟონვაზე ასე ვთქვათ არიან პასუხისმგებლები მოკლედ სტრატეგია შეცვალეს და ამბობენ ესეთ რაღაცებს სხვადასხვა კრიპტო კომპანიების CEO-ებს
და პრინციპში აქტიურ ადამიანებს უგზავნიან, ასე ვთქვათ, ყალბა ანგარიშებს, თვითონ წერენ Coinbase-დან, Robinhood-დან და ეუბნებიან, რომ აი თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და თქვენთან ჩვენ გვინდა გასაუბრება, ჩავნიშნოთ call-ი, უგზავნიან აპლიკაციებს, ან links, შეიძლება რაღაცა Zoom-ის შეხვედრის ლინკი იყოს, ან Google Meet-ის შეხვედრის ლინკი იყოს და სწორედ ამ ლინკზე გადასვლის შემდგომ ხდება იმ ხელსაწყოს დავირუსება, რა ხელსაწყოდანაც ხდება მოკლედ ამ ლინკზე გადასვლა და აი ამ კუთხითაც ზოგადადაც კიდევ ერთხელ რა ვიცი მარტო ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები კი არა ზოგადად მეილებთან დაკავშირებით და ესეთ შემოთავაზებებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. Twitter-ზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია რომ რეკლამა არ ნიშნავს სანდოობას, Google-შიც რეკლამა არ ნიშნავს სანდოობას. აი 2021 წელს როდესაც ბუმი იყო დეცენტრალიზებული ფინანსების smart chain-ზე, აი მახსოვს PancakeSwap-ს ვინც იყენებდით, Google-ის რეკლამაშივე, ასე ვთქვათ, პირატული საიტი იყო განთავსებული და თქვენ შეიძლება პირიქით ენდობოდეთ, ასე ვთქვათ, რეკლამის მიერ წამოწეულ, ასე ვთქვათ, ლინკს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის. ჩვენ რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ გადაცემაში, როგორ უნდა გადამოწდეს, თქვენ შეგიძლიათ სიტუაციაზე გადახვიდეთ CoinMarket-Cap-ზე, CoinGecko-ზე და სხვა პლატფორმაზე, შემდგომ ამ პლატფორმებიდან გადამოწმოთ ამ პროექტების Twitter გვერდები. ასევე ძალიან ხშირად ხდებათ ესეთი რაღაცა მეილი შეგიძლიათ ეს მეილი რა მეილიდანაც მოგივათ, ასე ვთქვათ, ეს მიმოწერა მოძებნოთ Google-ში და ხშირ შემთხვევაში არის მითითებული რომ აი ამ დომეინის ქვეშ მეილები, ასე ვთქვათ, ჰაკერული თავდასხმისთვის გამოიყენება. ან ყველაზე მარტივად გადახვიდეთ თუ Coinbase-ი გწერთ, ან Robinhood-ი გწერთ, გადახვიდეთ ამის საპორტთან, მიწეროთ ოფიციალური მეილი, მოთხოვთ დადასტურება. ხშირ შემთხვევაში მეილის გახსნაც კი პრობლემა არის, ანუ ვიღაცებს შეიძლება ხვდებოდეთ რომ ეს არასწორი მეილია, უბრალოდ ერთი ასე ვთქვათ გადასვლა ლინკზეც, ახლა ტექნიკურად ჩვენი მაყურებლებიდან ბევრმა იცის ეს ტექნოლოგიები როგორ მუშაობს და ისინი ახსნიან უფრო კონტენტურად ვიდრე მე, მაგრამ ყველაზე მინიმუმი სტანდარტი რაც არის, სხვადასხვა ფოტოებსაც ეხება ეს, მოკლედ სპამის შემთხვევაში შეიძლება სპამშიც არ მოხდეს ეს. რატომ? იმიტომ თქვენ შეიძლება კონტენტ მიღებული და ეს არის პრობლემა ხშირად კი airdrop-ებზე საუბრობდით ბაში, მაგრამ მეილი უნდა გამოიყენოთ ისეთი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებთ, რადგან ძალიან ბევრი სპამური შეტყობინებები მოვა. ახლა ჩემს შემთხვევაში სპამში არ მოდის, სხვადასხვა რონინს ეხება ეს. 3-ჯერ თუ 4-ჯერ მომივიდა, ძალიან დავარცხნილი მეილია, ანუ მეილის ფონტებიც არ არის არეული, დომეინიც ნორმალური არის, უბრალოდ არ გადავდივარ, იმიტომ რომ გადავამოწმე Twitter-ზე და ვნახე რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, აქცია არ არსებობს და შესაბამისად როგორც კი გადავალ ამ ლინკზე, მექნება რაღაც პრობლემა. კიდევ ერთხელ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მაგის მომხმარებელი ხართ, მაგის ეკოსისტემის თუ Windows ეკოსისტემის, ეს პრობლემები, ასე ვთქვათ, მაინც რჩება აქტუალური. რა შეიძლება ქნათ? კიდევ ერთხელ ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმოთ და ოფიციალურ წყაროებს თუ დაგიდასტურებენ, შემდგომ მოსალოდ სადაც გექნებათ ამბავი, რომ რეალურად შეიძლება რაღაც, ასე ვთქვათ, შეხვედრა არის თქვენთან ჩანიშნული. სხვა შემთხვევაში ასევე Twitter-ზეც Twitter-ი ახლა გამოსწორდა მეტნაკლებად სპამში უშვებს ხოლმე ამ მიმოწერებს, თუმცა 1-2 მიმოწერა პირდაპირ მომივიდა, გადავამოწმე ეს Twitter ანგარიში და ზუსტი ანალოგი არის სხვა ვერიფიცირებული Twitter ანგარიშის. ვერიფიკაციის ლოგოც პრინციპში დიდს არაფერს არ ნიშნავს, რადგან მაგ ვერიფიკაციის, ასე ვთქვათ, აღება თანხებთან არის ასოცირებული და არა იმასთან, რომ რამდენად სანდო ხართ. შეიძლება, ასე ვთქვათ, ეს დროთა განმავლობაში შეიცვალოს, თუმცა მოცემულობა სამწუხაროდ გვაქვს ასეთი და შესაბამისად, როდესაც, ასე ვთქვათ, თქვენ აქტივებზე არის საუბარი, თქვენ აქტივებზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი და შესაბამისად რთული არის ხოლმე, ხო? კი გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, იურისდიქცია, არც ერთი იურისდიქცია შეიძლება, იურისდიქციის შეიძლება არ იყოს ესათვის პროექტზეც არ არის საუბარი. აქ საერთოდ პროექტის დამფუძნებლება შეიძლება არც იცოდნენ, ვიღაცა სხვა ცდილობდეს და ეს პროექტის დამფუძნებელი, ანუ პასუხისმგებელი ხართ ერთადერთი თქვენ და შესაბამისად ეს სამყარო თუ გვასწავლის
რომ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და შესაბამისად უფრო თავისუფლები ვიქნებთ. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს, მესამე სიახლე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის პირდაპირ გითხრათ. World Liberty Financials ეხება ეს ასე ვთქვათ, ამ პროექტის ჩაშვებაზე ძალიან დიდხანს მიდიოდა საუბარი, შემდგომ ჩაიშვა ეს პროდუქტი, პრისეილებიც იყო, ეს პროექტი პრინციპში პრისეილებიც იყო, ბევრმა იხეირეს და ერთ-ერთი ინვესტორი, ტრონის დამფუძნებელი ჯასტინ სანი არის, რომელიც არც თუ ისე ცოტა ოდენობის coins flops 7 მილიონი დოლარის coins flops ამ მონაცემებით ეს არის სადღაც 595 მილიონი ამ coin-ის და მან გადაწყვიტა რომ ტრანზაქცია განეხორციელებინა 9 მილიონ დოლარის ტრანზაქცია და ხო ის აუცილებლად smart contract-ში ყველაფერი ისე იყო გაწერილი რომ ასე ვთქვათ შავ სიაში მოხდა ჯასტინ სანის საფულე და ჯასტინ სანი ვეღარ გადაიტანს ესე მარტივად თავის აქტივს. ანუ კიდევ ერთხელ რაზე არის საუბარი? მე ვიყიდე რაღაც პროდუქტი ხელშეკრულებაში ეწერა არ ეწერა ხა ჯასტინ სანის ადვოკატი ვერ გამოვდივარ ამ პროდუქტის საერთოდ სერიოზული რეკლამა ხდებოდა და ასე ვთქვათ მე ამ პროდუქტის გამოყენება არ შემიძლია. შეიძლება გქონდა გაწერილი ჯასტინ სანს არ ვიცი კიდევ ერთხელ დაწერთ კომენტარებში თუ მსგავს სიახლეს ფლობთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი რომ რაღაცა ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში რომ შეექმნათ ალტერნატიული სისტემა რომელიც მაღალი სანდოობის მქონე იქნებოდა რაღაცა მინდა გავმიჯნო კიდევ ერთხელ შეიძლება პროდუქტი არ მოგწონდეს და პროდუქტის სკეპტიკოსები ვიყოთ წინა გადაცემაში თქვი ამაზე მაგრამ ასე ვთქვათ ვისპეკულიროთ მისი ფასით ანუ შეიძლება რიპლი არ მოგწონდეს მაგრამ ვიღაცამ რიპლით ივაჭროს რადგან რიპლზე რაღაც მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ბაზარს ამ coin-ის შემთხვევაშიც ანალოგიური მოლოდინები ჰქონდა ბევრმა ინვესტორმა იხეირა და ჯასტინ სანსაც კითხეს მოკლედ რა ხდება ის ამბობს რომ გამჭვირვალობაზე და ნდობაზე აშენებულ ინფრასტრუქტურას ვაშენებთო თქვენს პროექტის დამფუძნებლებმა და პრინციპში რატო გამიყენეს თანხები ვერ ხვდებიო ასევე მან დასძინა რომ მე მინდოდა ასე ვთქვათ არ აქვს მნიშვნელობა რისთვის უნდოდა ჯასტინ სანს მას უნდოდა თავის coin-ების გადადანა ერთი საფულიდან მეორე საფულეში რაც პრაქტიკულად ვერ მოხდა და ეს ჩემი აზრით უკვე არის დიდი კითხვის ნიშანი კიდევ ერთხელ თუ არის გაწერილი ხელშეკრულებაში ეს შეთანხმების ამბავია მე შენ თუ მეუბნები რომ სიტყვაზე $100 რაღაც პროდუქტს ყიდულობდა ეგრეთ წოდებული ვესტინგის ანუ განაწილების ფუნქციით რომ სიტუაციაზე 3 თვეში ან 6 თვის განმავლობაში ვერ მოკიდება თანხას ხელს ან 6 თვის განმავლობაში 6 ტოლ ნაწილად დაგიყოფდა ყოველთვიურად მოგაწვდი ამ coin-ებს თუ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა შესაბამისად ჯასტინ სანი არის მართალი ამ კუთხით სხვათა შორის დიდი ენთუზიაზმით იყო გამშრალული ეს პიროვნება როდესაც ეს პროექტი ასე ვთქვათ პირველად სახეს იღებდა თუ არ ვცდები 2024 წლის ბოლოდან უკვე ჩართული იყო ამ ამბებში და შესაბამისად ამ კუთხით არის პრინციპში დასანანი ეს ყველაფერი ფასის კუთხითაც თუ გაინტერესებთ ამ coin-ზე ვისაუბრებთ ასე ვთქვათ მაგრამ ერთი შეხედვით ახლა რაც ხდება ბაზარზე არ არის კარგი ანუ ეს მაინც აისახება ჩვენთვის ცუდად, რატომ? კიდევ ერთხელ თუ რაღაცას ვამბობთ, ეს უნდა შევასრულოთ. თუ არ ვასრულებთ, ნდობა იკარგება. აი მოლოდინების ამბავია ყოველთვის. როდესაც ბაზრის ეკონომიკური პარამეტრების განხილვა ხდება, ხოლმე ანუ ცუდი სიახლეც რომ მოდის, ასე ვთქვათ, მოლოდინი თუ ამ ცუდი სიახლის არსებობს, მანამდე შეიძლება ამა თუ იმ აქტივზე ეს ფასი აისახა, მაგრამ ეს ცუდი მოლოდინის თუ გადაკეთდება სხვანაირად, ხო? ბევრი ფიქრობს რომ აი შეიძლება ფასი გაიზარდოს, არა, პირიქით. მანამდე ინვესტორებმა შეიძლება დაშორტეს ან გაყიდეს და სხვა აქტივში გადაიტანეს და ეს ასე ვთქვათ ცუდი სიახლის შეცვლაც მათ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებზე შეიძლება წინასწარ დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე როდესაც რისკი დაზღვეული აქვს ცუდად აისახოს და საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ მთავარი არის სიტყვა
სიტყვა საქმიანი უნდა იყოს პრინციპში და შესაბამისად ეს არის ყოველთვის, აი თუ დააკვირდებით, ხო? და ამიტომაც არის სწორად, რომ აი Bitcoin ენთუზიასტები ერთ-ერთი ასე ვთქვათ, არგუმენტი არის ის, რომ აქ დაპირებებს არავინ არ იძლევა, ეს ამ ქსელს არავინ არ ფლობს, ჩვენთვის მოძრაობ და მართალი არის და აქაც ასე ვთქვათ, მოლოდინები, არანაირი მოლოდინი არ არსებობს და თუ შენ გქნი რაღაც პროდუქტს, რომელსაც აქვს ამბიცია და აქ რაღაცებს გადათქვამ ან ცვლილება შეიტან, თუნდაც კარგი ცვლილება შეიტანო, ცვლილების შეტანა ასეთ სივრცეში ძალიან ცუდად თავდება ხოლმე წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ცენტრალიზებული სისტემები გვაქვს ძალიან ბევრი და ვისაც როდის უნდა რაღაცა შეცვლის და თუ ეს გვაყოფილებს, ეს სისტემა ისედაც არსებობდა, რომელმაც 2008 წელს კი ნახეთ რა მოუტანა მოკლედ ფინანსურ მდგომარეობას ძალიან ბევრი ადამიანის და ჩემი აზრით საქართველოში სხვა რაღაცის გამო, სამწუხაროდ სხვა რაღაცის გამო არ იგრძნობოდა ეს, თუმცა თუ გაესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ 2008 წელს, ისინი გეტყვიან, რომ ყველანაირად შეეხოთ ეს კრიზისი და შესაბამისად, ასე ვთქვათ, თამაში გამოდის რაღაცა ადამიანების სიცოცხლეზე, თუნდაც ფინანსების კუთხით, რადგან საბოლოო ჯამში ფინანსები თქვენი თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს და ასე ვთქვათ, ფინანსებით თქვენ შეიძლება გაიხანგრძლივოთ ასე ვთქვათ ცხოვრება ირიბად თუ პირდაპირადაც კი. მოკლედ, რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილი ამით ამოვწურეთ, ახლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ რა მოძრაობები არის ხოლმე ბაზარზე, ახლა გამოჩნდება ჩვენი ჯადოსნური HDMI სიგნალი, სადაც ჩვენ განვიხილავთ თუ რა ხდება ზოგადად Bitcoin-ის თავს, მიმოვიხილავ რამოდენიმე altcoin-ის და შესაბამისად ასევე კითხვებიც თუ გაქვთ მიმართებაში ამად თუ იმ აქტივის დაწერეთ კომენტარებში ან რაიმე სიახლეც თუ გაინტერესებთ სხვადასხვა პროექტებს. მოკლედ ნახოთ ზოგადად რა ხდება ბაზარზე ჩვენ წინა კვირაში ასე ვთქვათ გავარჩიეთ რა ფასები შეიძლება იყოს ბაზარისთვის საინტერესო დავისახეთ რაღაც დიაპაზონები ჩვენ შეგვიძლია თავიდან გავავლოთ ეს ყველაფერი და ვნახოთ რა ფასები არის აი ამ დიაპაზონში მნიშვნელოვანი, სად მოხდა დიდი რაოდენობით ყიდვა, სად მოხდა გაყიდვა, წინააღმდეგობად პრინციპში ისევ ის დიაპაზონი რჩება, რა დიაპაზონიც ჰქონდა ადრე, ასევე საყრდენად ჩვენ შეიძლება ჯერჯერობით დროებით საყრდენად მოვიაზროთ ეს მწვანე ხაზი, რაც გვაქვს ფასის კუთხით, ამ ფასზე ბევრჯერ მოხდა 108,000-ის დიაპაზონი, ხო, A7 108,000-ის დიაპაზონი, ბევრჯერ მოხდა ჩამოსვლა, ბევრი ინვესტორი ელოდება თუ რა მოხდება საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში, მოლოდინები როგორც თქვი 95% იყო თუ 98% აიწია ასე ვთქვათ მოლოდინება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, რომ შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც ვიტყვი თეორიულად ვიტყვი, იმიტომ რომ პრაქტიკულად 100%-ით არ ვიცით რა მოხდება. თეორიულად ასე ვთქვათ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ფული შემოვა და სარისკო აქტივებშიც თეორიულად შეიძლება გადავიდეს უფრო მეტი თანხა. დაველოდოთ ამ კუთხითაც და ფრთხილი ოპტიმიზმით დაველოდები. ასევე ჩვენ თუ შევხედავთ ასე ვთქვათ 4 საათიან ჩარტს, ჩვენ ვხედავთ, რომ საინტერესო წინააღმდეგობასთან, ლოკალურ საინტერესო წინააღმდეგობასთან არის Bitcoin-ი, კვირის დასასრული არ არის მთლად, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ შაბათს გამთენის 4 საათამდე მაინც დაველოდებოდი მე ზოგადად რა მოძრაობასთან გვაქვს საქმე, ასევე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კვირასთან მიმართებაში როგორი ტენდენციები გვაქვს და ვნახოთ, ხო? წინა კვირა ამ კვირაში რა არის? წინა კვირის დაღმასვლის, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა არის ჯერჯერობით მიზანი ბაზრის და ის დიაპაზონები, რაც დიაპაზონების თქვი, მაინც აქტუალური რჩება. თუ მაინც და მაინც თქვენ სტაბილურ კოინებით ხართ დაინტერესებული, ეხლა გადავალ Bitcoin-ის დომინაციაზე, ჯერ დომინაციას ვნახავ და შემდგომ ვნახავ ბაზრის კაპიტალიზაციით, ასე ვთქვათ, მეორე ადგილზე მყოფ კრიპტოვალუტას. ჩემთვის შეჯერობით საინტერესო დიაპაზონი კვლავ რჩება 54%, აი აქ პროცენტობაში როდესაც საუბრობთ Bitcoin-ის დომინაციაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
თლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია სტაბილური ქოინებიანად როგორ არის გადანაწილებული და ბაზრის 58.79% ამ შემთხვევაში უჭირავს ბიტკოინს და ჩვენ შეგვიძლია ლოკალურად ვთქვათ რომ 60% არის წინააღმდეგობა ამ 60%-ს რა ვიცი წლებია თითქმის ველოდები ამ 60%-ის დიაპაზონს და როგორც წინა გადაცემაში ვთქვით შეიძლება დომინაცია გაიზარდოს ბიტკოინის ფასი გაიზარდოს, ასე ვთქვათ, და ალტკოინების ფასი დიდად არ გაიზარდოს, შეიძლება დომინაცია გაიზარდოს, ბიტკოინის ფასი შემცირდეს და ალტკოინების ფასები უფრო შემცირდეს. რამოდენიმე ვარიაცია არის, ძირითადად ამ ორ ვარიაციას განვიხილავ ხოლმე და ჩვენ გადავიდეთ ჯობს ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში რა ხდება. ალბათ თუ კარგად. ხო. აი ეს წინააღმდეგობა, რა წინააღმდეგობაზეც მქონდა საუბარი, ნახოთ აი აგრესიული აღმასვლის ტრენდი იყო დამეთანხმებით ალბათ, რაც ზაფხულში მოხდა ეთერიუმის თავს. ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ეთერიუმის ინვესტორებისთვის კარგი იყო, ახალი მაღალი ნიშნული გადაილახა და ის ინვესტორები, რომლებსაც პორტფოლში ჰქონდათ ეთერიუმი, კიდევ ერთხელ მიეცათ იმის საშუალება, რომ თუ არ არის ამ პროდუქტ ეთერიუმში დარწმუნებულები, პროექტ ეთერიუმში და შესაბამისად ამ პროექტის ნაყოფში, ასე ვთქვათ, coin-ში დარწმუნებულები შეეძლოთ უკვე გასულიყვნენ ბაზრიდან. გასვლის წნევა არ ყოფილა სხვათა შორის მაღალი და ესეც გასათვალისწინებელია ამ კუთხით. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ Solana Bitcoin-თან მიმართებაში რა შვება, ჩვენ წინა სიახლეებში წინა კვირაში განვიხილეთ, რომ Solana-ს თავს სერიოზული განახლებებია და ამანაც შეიძლება იმოქმედოს ბაზარზე. ასევე ხო, აი ეს საინტერესო წინააღმდეგობასთან ერთხელ მოვედით. პრინციპში ახლა თქვენ ბევრნაირი ინდიკატორი შეიძლება გამოიყენოთ, ბევრნაირი ინფორმაციას და ეყნოთ ლიკვიდაციები, გადაამოწმოთ 1000 რაღაც გამოიყენოთ, მაგრამ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა საყრდენი ის ლოგიკები, რა ლოგიკებიც ზოგადად ბაზარზე მუშაობს, ფაქტია, გვაქვს ხოლმე მსგავსი მოძრაობები და ჰაერიდან არ მოდის ახლა ეს თეორიები, რა თეორიებსაც ვამბობ და შესაბამისად მეტნაკლებად ან ძალიან პრიმიტიულად როგორც ხსნით, ხო, ფასთან მიმართებაში ქოინები რა შვებიან, რაც ჩარტზე ჩანს, პრინციპში ეს რაღაც ინფორმაციის მატარებელია და შესაბამისად მოკლედ ბაზარიც ესე მოქმედებს. არც თუ ისე სუსტად გამოიყურება ამ ეტაპზე, თუმცა მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში Solana Bitcoin-ი იგივე ბედს გაიმეორებს, რა ბედიც ეწია Ethereum Bitcoin-ს. ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ეს არც ფინანსური რჩევა არ არის, ეს არის მოსაზრება. შეიძლება ესეთი დამასვლა ვიხილოთ. კიდევ ერთხელ დოლარში თქვენ შეიძლება ეს ვერ შეამჩნევთ სტაბილურ coin-თან მიმართებაში რა ხდება ბაზარზე ან ასე ვთქვათ რა ფასზე არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მოკლედ არიან ინვესტორები, რომლებიც ერთ დიდ აქტივს ცვლიან მეორე დიდ აქტივში და შესაბამისად ამ აქტივების გადაცვლების დროს, ასე ვთქვათ, ვაჭრობენ და ხეირობენ და პირდაპირ, ასე ვთქვათ, სტაბილურ coin-ში არ ახორციელებენ გადაცვლას. საინტერესო იქნება ასევე თვე როგორ განვითარდება Bitcoin-ი თვის ჭრილშიც განვიხილოთ. ნახოთ თვის მოძრაობა როგორ გვაქვს. და პრინციპში შემდგომში ველოდებით შემოდგომას, ხო? ჩვენ თუ დაუკვირდებით თვის მოძრაობას, არც თუ ისე სახარბიელო წინა თვე გქონდა, აი ხედავთ რომ რა აღმასვლაც იყო, სუსტი აღმასვლაც თვესთან მიმართებაში, ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, იგივე ოდენობის მოცულობაში არა, განვლილი გზის კუთხით, ასე ვთქვათ, ჩამოსვლა მოხდა ბაზარზე. საერთოდ ძალიან აგრესიული აღმავალი ტრენდია, თქვენ თუ დააკვირდებით, ასე ვთქვათ, იყო პერიოდები, როდესაც ყოველი შემდგომი თვე, ასე ვთქვათ, უფრო აგრესიული ზრდა ჰქონდა, თლად ესეთი პარაბოლური მოძრაობა, როგორიც აქ არ გქონია, მაგრამ მეტნაკლებად თუ გავასაშუალებთ, ნახავთ, რომ არც თუ ისე ცუდი გზა არის განვლილი, ხო? ჩვენ თუ შევაფასებთ აი მოძრაობას, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს და პრინციპში ხო 32 თვე. არც თუ ისე ცუდი ამბავია.
ну 1000 დღე უხეშად რო ვთქვათ 1000 დღე ბაზარი არის აღმასვლის ტენდენციაში და აქედანაც თვისჭრილში თუ დავაკვირდებით თვისჭრილში რჩება რა ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირადაც რჩება 100 რის შემდგომ ჩემი აზრით 100,000-ის დიაპაზონი და 100,000-ზე თუ ჩამოვა ხშირად გაიგებთ რომ ბიტკოინის ფასი ჩამოვიდა 100,000-მდე, მაგრამ ყველას ავიწყდება რომ სულ რაღაც 3 წლის წინ, 2 წლის წინ სად იმყოფებოდა ბიტკოინი ამ კუთხით. ეხლა გადავიდეთ გადაცემის მესამე ნაწილზე, ტრადიციულად ნახოთ თუ არის რაიმე კომენტარები, გაინტერესებთ თუ არა რომელიმე პროექტი ფასის კუთხით ან შეიძლება ზოგადად შეკითხვა გქონდეთ, ეხლა გადავიდეთ Facebook-ზე არაფერი არ ჩანს, ჯგუფში შეიძლება ვნახო, ჯგუფშიც არაფერი არ არის და ვნახოთ YouTube-ზე ტრადიციულად YouTube-ის ნახვა ჩემთვის უფრო მარტივია. რაო ევროკავშირზე დიდი თავისუფლება ჩვენთან, ამიტომ დააფასე ჩვენი ქვეყანა, სადაც არის. ხო, კრიპტოს ეს მე მგონი ნაკლებად ეხება და თავისუფლების ხარისხი საქართველოში არ არის მაღალი. ლავშას მინდა უპასუხო. ხო, სხვა თუ რამე გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში თუ არა და შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. Bitnet-ზე როგორც გითხარით, მოკლედ ახლა QR კოდი გამოჩნდება ან გადაცემის აღწერაში არის ლინკი, სადაც მარტივად დარეგისტრირებით კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით, გაივლით ვერიფიკაციას და Bitnet-ზე რა კი სერვისიც არის, რა კოინიც არის, მარტივად შეგეძლებათ სულ რაღაც 5 ლარიდან მათი შესყიდვა და 5 ლარი იმ ენთუზიასტებისთვის არა დამწყებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, წამოწყება არის, ასევე ჯგუფში აქტიურად იყო პოსტები ყოველდღე ბიტკოინ ენთუზიასტები და კრიპტო ენთუზიასტები 5 ლარის ბიტკოინსაც ყიდულობდნენ, ამ მარათონში იყვნენ ჩართულები და რაიმე ტექნიკური, ხო, შეიძლება რაღაც კონკრეტულად გაინტერესებდეთ თანხის შემოტანა Bitnet-ზე, დასვით ეს შეკითხვები, ხო, ან ჯგუფში დასვით, ან საპორტს მიწერეთ, სანამ ტრანზაქციას განახორციელებთ, რადგან ფერი რაღაცა იცვლება ხოლმე კრიპტოში და თუ ორჭოფობთ ან არიცით 100%-ით როგორ მისამართზე გადმოიტანოთ, ეს შეკითხვები უნდა დასვათ და ჩვენი ჯგუფის დაგეხმარებათ და მით უმეტეს Bitnet-ის საპორტი 24/7-ზე მუშაობს და 24/7-ზე ისინი გიპასუხებენ, გეტყვიან რა დრო დასჭირდება ამ თუ იმ პასუხს. მოკლედ ძალიან მობილურები არიან ამ კუთხით, კომენტარები მეტი არ არის პრინციპში. მე დავაკვირდებოდი ბაზრის განვითარებას, თუნდაც ფასის კუთხით ჯერჯერობით კიდევ ერთხელ ბაზის ფორმატში ვთქვი, რომ ფინანსური რჩევა გადაცემებში რასაც მოისმენთ, რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ ბაზის ფორმატში ვთქვი, რომ პრინციპში ის ინვესტორები, რომლებიც ვერ ხვდებით საერთოდ რა ხდება ბაზარზე, შესაბამისად, მოკლედ უნდა გადმორთოთ, ასე ვთქვათ, თქვენი გონება იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებ თანხა დაკარგოთ. ანუ ეს ხშირ შემთხვევაში ამის გააზრება ხშირ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე და ესეც საკურადღებოა. მე თუ ერთი კითხვა არის, მაგრამ მე თუ კრიპტოს სულ არ ვიცი და ტრეიდინგის სწავლა მინდა აკადემიაში, რომელ კურსზე დავრეგისტრირდეთ, აია კითხულობს ესეთ რაღაცას. თუ კრიპტოს საერთოდ არ ვიცით, უნდა დავრეგისტრირდეთ Pixel აკადემიის ჯერ კრიპტობაზისების კურსზე ავთოსთან. ამის დეტალები Pixel აკადემიაშიც არის, ჩვენ ჯგუფშიც არის, კრიპტოლომებიც ჩაშვებულია და შეგიძლიათ მოკლედ Telegram-ზე გადმოხვიდეთ, ასევე საკონტაქტოებიც არის აქ მოცემული, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ. მოკლედ რის თქმა მინდა, სანამ კრიპტო ტრეიდინგზე ზოგადად ლაპარაკს დავიწყებთ, ჩემი რეკომენდაცია სულ ეს არის და ვისაც ჩემთან გასაუბრება ქონია ხოლმე, ეგრევე მე მირჩევნია რომ სიტყვაზე რაღაც დრო დაუთმოთ კრიპტო ბაზისების სწავლას, ვიდრე კრიპტოს შესახებ ინფორმაცია არ გქონდეთ და ტრეიდინგზე ვისაუბროთ. რატომ? იმიტომ რომ კი ტექნიკურად ჩვენ რაღაცებს რან ვიხილავთ, მაგრამ თუ თქვენ არ გესმით ამა თუ იმ პროექტის ასე ვთქვათ ეკონომიკა, ტოკენომიკა, ძალიან რთულია ხოლმე ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, რადგან წარმოიდგინეთ პატარ-პატარა კომპანიები არის, აი როგორც ტრადიციულ ფინანსებში თქვენ კომპანიების ანგარიშებს აკვირდებით კვარტალურს, წლიურს, დაახლოებით ესეთ რაღაცა ხდება კრიპტოში ოღონდ ირიბად და 100%-ით ყოველთვის ამას ვამბობ, რომ კრიპტობაზისები უნდა იცოდეთ და
კრიპტობაზისების შემდგომ რა თქმა უნდა თუ თქვენ ტრეიდინგიც გაინტერესებს შემდგომ ტრეიდინგზეც ასე პრერეკვიზიტები მოკლედ ტრეიდინგთან მიმართებაში 100%-ით არის ასე ვთქვათ კრიპტოს ბაზისები და შესაბამისად მოკლედ ამის სერვისი არის და თქვენ შეგიძლიათ მოკლედ მარტივად გაიცნოთ დეტალებს და თუ შეკითხვები გექნებათ დარეგისტრირდეთ და დაგიკავშირდებით აუცილებლად. მე მგონი კომენტარებთან დაკავშირებით სულ ეს იყო. უახლოეს პერიოდში ეთერიუმთან, კაი, ერთ კომენტარს დავიკითხავ. ეთერიუმთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ეთერიუმს ბიტკოინთან მიმართებაში. საინტერესო წინააღმდეგობასთან არის ეთერიუმი და თქვენ თვისჭრილიც ნახეთ, ხო, სამი თვე ძალიან მზარდი იყო. ლოკალურად თუ დავაკვირდებით, საინტერესო იქნება ეს დიაპაზონი ბიტკოინთან მიმართებაში, რა თქმა უნდა. ეს არის 7%-იანი კლება და აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ 7%-იანი კლებაში თვითონ ბიტკოინი, ასე ვთქვათ, რა ფორმაში იქნება, ესეთ გასათვალისწინებელია ფასის კუთხით. აღმასვლის შემთხვევაში ჩვენ ეს ლოკალური წინააღმდეგობა გვაქვს 11% და დაველოდებოდი, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით გზაგასაყარზე არის, რა თქმა უნდა, და თუ თქვენ ვაჭრობა იცით, ბუნებრივია გზაგასაყარზე როცა არის პროდუქტი, თქვენ იცით როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მოკლედ მე მგონი კომენტარებისთვის მადლობა. პირველ რიგში კითხვებისთვის ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ შევაჯამოთ რა მოხდა პრინციპში. პირველ ნაწილში ვისაუბრე იმ სიახლეებზე, რა სიახლეებიც არის ბაზარში. მეორე ნაწილში განვიხილე მეტნაკლებად ფასის კუთხით ბაზარი. მესამე ნაწილში ვუპასუხე თქვენ შეკითხვებს კრიპტობაზარის შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.